ვესწავლე დღეს ბაზარი ორბელიანს და აქ დავაგემოვნებ სხვადასხვა საჭმელებს. ძირითადად არის street food-ი. ეს ადგილი არ გამოირჩევა დიდად სისუფთავით, რასაც ვათვალიერებ. ნაჯდომი მაგიდები არ არის გადაწმენდილი, არ არის ალაგებული. არის თლიან ბაზარში სუნი საჭმელების. მესმის რომ ბევრი კვების ობიექტია, მაგრამ ამ ბევრი კვების ობიექტს უნდა ძლიერი გამწოვი. პირველი ობიექტი იქნება Burger Brothers-ი, რომელსაც გავსინჯავ. შემდეგ კიდევ შევარჩევ და სხვა ობიექტებსაც გაგიზიარებთ, როგორი იქნება შთაბეჭდილება, საჭმელი, გემოები. გარემოთი დიდად არ მოვიხიბლე. ერთი შეხედვით გარემო სასიამოვნოა, მაგრამ საჭმელების ძალიან მაგარი სუნი დგას. რავი, რამე არ გაქვთ, რომ დამიდოთ? ნახოთ ახლა ბურგერი. პური არის გაყინული, ხურცი არის გამომშრალი, სალატის ფოთოლი არის ფრეში, ჩედარი არ არის დამთნარი. ფრი არის საშინელი. ჯოხი. პური კარგად რო არ არის გახოხული, ხელი რომ მოუჭრე დაიშალა. ბურგერის ხორცი იყო გამომშრალი. ბურგერის პური იყო ცივი, სალატის ფოთოლი იყო ახალი დაჭრილი, რაც კარგია. ჩედარი არ იყო დამდნარი. საერთო ჯამში ვერ შევაფასებ ამ ბურგერს დადებითად. მესმის street food-ია, არ არის მაღალი დონის რესტორანი, მაგრამ რო შეუძლიათ რომ უკეთესად მოამზადონ იმ ინგრედიენტებით, რასაც ხმარობენ, უკეთესი იქნება თუ უკეთესად მოამზადებენ. ცუდი არ არის, მაგრამ არც კარგი არ არის, აი საშუალოდ. ეხლა წავალ შემდეგ ობიექტზე და შევაფასებ შემდეგი ობიექტის საჭმელს. Burger Brothers-ით ვერ აღუბრთოვანდი. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩვეულებრივი street food. მაგრამ შეუძლიათ რომ უკეთესები იყოს. გემოზე არ იყო ცუდი, соуსი და ჩედარი უხდებოდა. ხორცს არ იყო უხარისხო, მაგრამ იყო ძალიან შემწვარი, გამომშრალი. შემდეგი ობიექტი იქნება პასტა მანია და დავაგემოვნებ პასტას. ნახოთ რა არჩევანი აქვს პასტების. თუ გამოიყურება. წინასგან განსხვავებით ამიდეს ლანგარზე, რაც უკვე სასიამოვნოა ფასტ-ფუდისთვის. რაღაცნაირი სპეციფიური სუნი აქვს, ნახოთ, არ ვიცი. უკაცრავად. რა სუნელი აქვს? პარმეზანია, ქარის соусია, ნაღებია და ზემოდან კიდე პარმეზანი. თვითონ პასტას ვაკეთებ ზემოდან. მომეწონა, მართლა გემრიელი პასტაა, კარგი ალდენტია, ძალიან კარგია მოკლედ. ბაზარი ორბელიანზე თუ საჭმელად მოხვალთ, ჩემი რეკომენდაცია პასტა მანიას. როგორც street food-ი, ძალიან კაია. გადატანილი არის თეფშზე, არ არის ყუთში ჩატენილი, მომცეს ყოზია ჩანგალი, რომ კარგად მივიხა. ძალიან მომეწონა. ძალიან გემრიელი პასტაა, ძალიან კარგი ხალხია. კარგად დამხდნენ, მოწოდებაც ძალიან კარგია. street food ვარიანტისთვის ესეთი კარგი მომსახურება დასაფასებელია და კარგი საჭმელი. გავიცანი პასტა მანიას მფლობელი, რომელიც თავიდან ბოლომდე ყოფილა ჩართული თავის საქმიანობაში, თავის ბიზნესში. მითხრა რომ ასევე
გააკეთეს ჩიმნი ლაბი, რომელზეც არ მომეშვა და დამპატიჟა, აუცილებლად გავსინჯავ და შევაფასებ გულწრფელად. კარგს არ ვიტყვი იმას, რაც არის. ესეთი ლამაზი ჩიმნი ლაბიდან ნაყინი და კამფეტები კარგია. აშკარად ეთყობა, რომ მართლა ხარისხიან პროდუქტებს ხმარობს, ყველაფერი არის გემრიელი და ხარისხიანი. ფასები ძალიან ადეკვატური, ნორმალური. რავი, ამაზე კარგი რა გენ, გემრიელი, კარგი, იაფი. მართლა გემრიელია. ძალიან გემრიელია, მოხოიცი ტკბილი არ და მუდემრიელი. ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი იყო. დიდი მადლობა ბატონ ელშადს, რომელმაც დამპატიჟა, მაგრამ როგორც კი შემოვიდი თვალში მომხვდა, იმიტომ რომ ტკბილი მიყვარს ძალიან ეს ადგილი. და ბოლოსკენ ვფიქრობდი გასინჯოს. ძალიან კარგი იყო. აშკარად ეთყობა, რომ პასტაზეც და აქაც ხმარობს ადამიანი ხარისხიან პროდუქციას და მიწოდება აქვს ხარისხიანად კარგი. კიდევ მინდოდა რამდენიმე ადგილის გადაღება, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ამხელა ტრიდელნიკის შემდეგ კიდევ რამის გადაღება. დღეს ამით დავასრულებ ვიდეოს, თქვენ კი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არხი განვითარდეს. ამ ვიდეოში მხოლოდ ტრიდელნიკზე დამპატიჟა, ბატონმა ელშადმა რისთვისაც დიდი მადლობა. ჩიმნი ლაბი, დანარჩენი ყველაფერი არის ჩემი ნაყიდი. დონაციის ლინკი აღწერაში იქნება, ვისაც სურვილი ექნება, შეგიძლიათ დამიდონატოთ, რადგან გავაგრძელო უფრო ხარისხიანი და საინტერესო ვიდეოების გადაღება, უფრო საინტერესო ადგილებიდან.